აი არის ერთი ამბავი ატეხილი, ხო? ესე იგი, რა დონის მტერი უნდა იყო კაცი ივანიშვილის, რომ რუსთავი 2-ზე რაც ხდება, რუსთავი 2-თან მიმართებით, ხო? რომ აი ეს გაუკეთო ადამიანს, ხო? აი ებძიან ამ რუსთავი 2-ს, ხო? და არის ამაზე საუბარი და ჩანს კიდე სასამართლო პროცესები, რაღაც დავები და პრაქტიკულად 2012 წელს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგო ტელევიზია, რომელსაც უდიდესი ზიზბი იყო საზოგადოებაში, დღეს აქციის ნომერ 1 ტელევიზია. Ratom? იმიტომ რომ ხან ხაინდრავას დაავალეს ეს საქმე, ხან კიდევ სხვა პიროვნებებს დაავალეს, რომლებსაც არ ესმით ეს როგორ უნდა მოაგონო. არ იყო საჭირო რუსთავი 2-ისთვის რაღაც ესე იგი სასამართლოების გამართვა და არ იყო საჭირო რუსთავი 2-ისთვის ივანიშვილის გამოყვანა და იმის ლაპარაკი, რომ თურმე ქიბარხალვას ეკუთვნის ეს ტელევიზია და ყველა მხოლოდ ეს ტელევიზია არ ეკუთვნის ქიბარხალვას და ქიბარხალვას ის იყო ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელზეც გააფორმა ნაციონალურმა მოძრაობამ. საჭირო იყო ნორმალური ტელევიზიის ჩამოყალიბება, როგორც იგივე TV9 იყო. იმის იქ გასული იყო კარგი თოქ-შოუები, ნორმალური თოქ-შოუები, როგორც პოლიტიკური, ასევე გასართობი. რუსთავი 2 დაკარგავდა რეიტინგს, არ იქნებოდა ანუ ბერას ტელევიზია ჯიბი. ბერას, ხო და ბერას ტელევიზია მაგას გეუბნებით, რომ არა, პროფესიონალები არ ყავთ. როდესაც შენ გრეჩიხების იმედად იქნები, როდესაც შენ ხაინდრავას იმედად იქნები, როდესაც შენ კიდევ სხვა პიროვნებების იმედად იქნები და უნდა აღიარო ერთი რამ, რომ ის ნიკა გვარამია არის პოპულისტი, ჩემი თვალსაზრისით არის უნამუსო, არის უსინდისოც, მაგრამ არის მენეჯერი და ჭკვიანი. და უნდა აღიაროს ივანიშვილმა, რომ მის გარშემო არ არიან მენეჯერები და სააკაშვილის გარშემო აღმოჩნდნენ ჭკვიანი მენეჯერები, რომლებიც ჭკვით და გონებით ჩაგრავენ ივანიშვილის გარემოცვაში მყოფ ადამიანებს, ხო? აი ამაზეა ზუსტად საუბარი, რომ აი ამას უნდა გავუსვათ ჩვენ ხაზი, რომ ჩვენ